დაბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ Talk-show ხალხის პოლიტიკას გადაცემის ამ ნაწილში ვსაუბრობთ კრიმინალზე, ოფიციალურ სტატისტიკაზე, ჩვენს აუდიტორიაში, აზრი სტუდიაში გაყოფილია. აქეთა ფლანგი ამბობს, რომ რეალობას ასახავს ოფიციალური სტატისტიკა. ჩემგან ხელმარჯვნივ ფლანგი ამბობს, რომ ეს არ ასახავს რეალობას. მე ეკა წამალაშვილს დავპირდი სიტყვას და მოგცემ შესაძლებლობას თქვენი არგუმენტები უთხრათ საზოგადოებას. გავცემ პასუხისმგებლობაში ქალბატონს, რომელიც ბრალდებისაც მინდოდა რომ გამეცა პასუხი და რეკლამა გავიდა ამ დროს. ქალბატონო, რაც შეეხება გირგვლიანის თემას, როცა ეს სამწუხარო ფაქტი და ტრაგიკული ფაქტი მოხდა მართლაც დანაშაული, მე ვიყავი ჟურნალისტი, აქტიურად ვაშუქებდი ამ პრობლემას, შეხვედრილი ვარ და მაქვს ინტერვიუ ჩაწერილი ქალბატონ ენუქიძესთან, გირგვლიანის დედასთან და ვსვავდი ყველა მწვავე შეკითხვას, რაც მაშინ უნდა დასმულიყო. განსხვავება რადიო თავისუფლებაში, განსხვავება ჩვენ შორის არის ის, რომ თქვენ რო გაწუხებთ გირგვლიანის ფაქტი და ბუტარობაქიძის ფაქტი და ეს რაც მოხდა მათთან დაკავშირებით, ასევე უნდა გაწუხებდეთ შალვა თათუხაშვილის ბედი და მისი ოჯახის ტრაგედია. ასევე უნდა გაწუხებდეთ დემუს ტურუას ბედი და მისი ოჯახის ტრაგედია. ასევე უნდა გაწუხებდეთ ლევან აბზიანიძის ოჯახის ტრაგედია. თუ გაწუხებთ მაშინ ეს არის დღევანდელი, ეს უკაცრავად დამასრულებინეთ. ქალბატონო შორენა, ბოდიშვილი, მე დაგპირდით რომ თქვენ სიტყვას მოგცემთ, ასევე ქალბატონ ეკას დავპირდი რომ მას დავასრულებინებ აზრს. ხო არ შემოგეჭერეთ. ისმით, გააგრძელეთ. შალვა თათუხაშვილის ოჯახის ტრაგედია, რომელსაც არ გაცემია პასუხი. მისი მძღოლის, ივანიძის ტრაგედია, რომელიც გაურკვეველ სიტუაციაში დაკითხვებზე დაყავდათ ადამიანი, მძღოლი იყო. ოჯახის წევრებს აფრთხილებდა რომ მას ემუქრებოდნენ და ქონდა შიში იმის რომ რაღაცას მოუწყობდნენ. ჩანაწერი ქონდა გამოტანილი დაკითხვიდან და მიდიოდა ჟურნალისტისთვის უნდა გადაეცა, როცა გზაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ეს ადამიანი დაიღუპა გაურკვეველ სიტუაციაში. ძმას და ოჯახს ქონდა ეჭვი რომ მანქანას ესროლეს და იქ არ მომხდარა მხოლოდ უბედური შემთხვევა და მკვლელობას ქონდა ეჭვი, მოითხოვა, არა, სხვა მისმინეთ, მოითხოვა გამოძიება, ეს არის ცნობილი ფაქტი, მოითხოვა დაიწყო გამოძიება, შემდეგ მას შეხვდნენ ისნის პოლიციიდან ძმები, კეკელიძეები, სახელები აღარ მახსოვს ზუსტად, რომლებმაც ეს ადამიანი აცხადებს, რომ წაიყვანეს ტყეში, იყო რუსთავი 2-ით გადაიცა, სიუჟეტი იყო, სადაც მოყვა დეტალურად ეს ამბავი და ტყეში ცემეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, აუკრძალეს ძმის ამ გარდაცვალების გარემოებების გამოძიებასთან დაკავშირებით აქტიურობა. ამ ფაქტების მოხმობით, ანუ რა დასკვნას აკეთებს. თუ შეიძლება ვიტყვი. დევის ტურუა, საუბრობს მაყურებელი ამას ის ბიჭმა უკაცრავად. მე შეგვექნება კონტრარგუმენტის სიცოცხლე დაასრულა დატოვა წერილი, რომელშიც ახსნა რომ მასზე ზეწოლას ახორციელებდა რაიონის რა რეაგირება მოყვა ქალბატონო? დასკვნა რა არის? ეკა რისთვის მოიხმეთ ეს ფაქტები? დასკვნა რა არის? რეაგირება არ ხდება. ინიციატივით წაიყვანა ეს ბიჭი ტყეში პოლიციელმა? საკუთარი ინიციატივით მოქმედებს და ის ქალბატონ ნინოს მოусმენ, ქალბატონ ნინოს გისმენთ. ეხლა კონკრეტულ ციფრებზე და რიცხვებზე დავასა რა, არანაირი აზრი უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას კონტექსტში. პირველი ადვილი დასადგენი მეთოდი რა ხდება ქვეყანაში არის ეგრეთ წოდებული ვიქტიმოლოგიური კვლევა, რომელიც ჟურნალისტებმა თქვენც ხო შეგიძლიათ ჩაატაროთ, გახვიდეთ ქუჩაში და გამლელ ადამიანებს კითხოთ, ესა თუ ის სახის დანაშაული მათზე მომხდარა განხორციელებულა თუ არა და დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ მათ აქვს დაუცველობის განცდა და ისინი გეტყვიან თავიანთ აზრს ამასთან დაკავშირებით. მეც პირადად გავხდი წვრილმანი დანაშაულის მსხვერპლი. პირველად ერთხელ ბორბალი მომიხსნეს მანქანაზე, მეორედ მომიხსნეს, მერე ჩემეზობელს მოუხსნეს და იმან გადაწყვიტა, რომ პოლიციაში არ წასულიყო. არა, თუ შეიძლება ვიტყვი. შესაძლებელია ეს განაზოგადოთ და სრული სურათი. აი ხა ვაზოგადებ. ჩემეზობელს როცა მოუხსნეს იმავე უბანში საბურთალოზე მანქანაზე ბორბალი, მან თქვა რომ მე არ წავალ პოლიციაში, იმიტომ რომ შენ როცა მოგიხსნეს მანქანა, შენ მთელი დღე დაკარგე, შენ ჩვენება მიეცი, პოლიციაში არე, მოვიდნენ სამხარაულიდან ექსპერტიზა გააკეთეს, ანაბეჭდები აიღეს, ამას რეაგირება არ მოყოლია და მე არ მინდა რომ ერთი სამუშაო დღე შენსავით დავკარგო. ანუ ეს არის ერთი ვარიანტი, როდესაც მიხილეს თუ შეიყვანეს, რეაგირება აბა რა არის? დამასრულებინეთ რა, დამასრულებინეთ. რეაგირება
არ მოყვაოდა, მოყევით რა რეაგირებაც მოყვა, გოგო. არ გაიხსნა. ანუ დაემართა ჩვეულებრივი ნიხით. ეს ნიშნავს გაუხსნელი დანაშაულია. ეს არის ერთი ვარიანტი, როცა შეიძლება, ანუ სამართალდამცავების მხრიდან, როდესაც არაეფექტურად ხდება გამოძიების წარმართვა და პასუხი არ აქვს კონკრეტულ დანაშაულზე, საზოგადოების წევრებს გაუჩნდათ ნიჰილიზმი და აღარ მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურას. ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი არის ის, რომ არც ერთ ქვეყანაში სადაც აი ესეთი დიდი მასშტაბის ამნისტია განხორციელდა, არც ერთ ქვეყანაში არავის უთქვამს, რომ რეალურად სტატისტიკის ზრდა არ მომხდარა. არა, პირიქით, ეს არის რეალობა, ეს არის ბუნებრივი შედეგი, რომ როცა აი ესეთ მასშტაბიან, ასე დიდ მასშტაბურ ამნისტიაზე ვსაუბრობთ, კრიმინალის ზრდა უნდა მოხდეს, მაგრამ უცებ ჩვენ რა მივიღეთ, ქართული ოცნება ჩადგა თავდაცვით რეჟიმში 2012 წლის ბოლოდან, 2013 წლის დასაწყისში და მათ უკაცრავად ნუ მაწყვეტინებთ რა, ნუ მაწყვეტინებთ. როგორ თქვენ პირიქით ლაპარაკობთ, უკაცრავად ამოიღეთ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუები. აი თქვენ შეგიძლიათ ერთი წუთით რა, ერთი წუთით მისმინეთ. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუები, ჭიკაიძის ინტერვიუები და ასე შემდეგ, როდესაც უნისონში ისინი აცხადებდნენ, რომ არ შეცვლილა სტატისტიკა, რომ პირიქით იკლო და არ გაზრდილა. მაშინ, როდესაც აბსოლუტურად თუნდაც ისტორიული გამოცდილება ყველა ქვეყნის მეტყველებდა საწინააღმდეგოზე, ხო? მესამე ეს არის პერსეფციები. როდესაც და ბოლოს ზუსტად ამას გავს. უკაცრავად, თქვენ შეგიძლიათ გამცეთ პასუხი, როცა დავასრულოთ. მესამე კონტექსტს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? ანუ ერთის მხრივ სახელმწიფოს როგორი პოლიტიკა აქ წაახალისა თუ არა მან დანაშაული თუ პირიქით სხვა ქმედითი ნაბიჯები გადადგა. აქაც დიდი კითხვის ნიშანი გვაქვს. ჯერ წინა საარჩევნო პერიოდში ჩვენ გვახსოვს, რომ საფრანგეთის საგარეო უწყებამას და საფრანგეთის ჟანდარმერიამას დაადასტურა ის, რომ კახიკალაძეს ჰქონდა შემხებლობა 8 სულ კანონიერ ქურთან. მერე ჩვენ მივიღეთ კონკრეტული ფაქტები ვნახეთ, რომლებიც გაშუქდა მაგალითად ლავასოღლი როგორ გადააცილეს და გადმოაცილეს საზღვარზე. იგივე დეპორტირებული რემენა როგორ გადააცილეს და გადმოაცილეს. ან თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება არის ლოიალური კრიმინალიზმის. თუ შეიძლება ვიტყვი რა. და ამ შემთხვევაში, როდესაც მიიღეს ინფორმაცია, არ მოხდა გამოძიება. პირიქით, ინფორმაცია იყო, რომ ჩართულები იყვნენ კონკრეტულ შემთხვევაში კრიმპოლის თანამშრომლები, კონკრეტულ შემთხვევაში გენინსპექციის თანამშრომლები. ამის შემდეგ გოგა ონიანმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წერმა გააკეთა ერთი წუთი უნდა დაასრულო, რამდენი დრო არ გვაქვს. ერთ წინადადებაში დავასრულებ რა. ამის შემდეგ გოგა ონიანმა გააკეთა კონკრეტული ბრიფინგი ჩატარდა პარტიაში. გოგა ონიანმა თქვა, რომ მას დაემუქრნენ ამ კანონიერი ქურდის სახელით. ეკა კვესიდაძემ თქვენმა კოლეგამ თქვა, რომ მას ლავაზოღლი ურეკავდა და ემუქრებოდა. მე არ ვიცი რა შედეგი მოყვა ამას. გამოძიებას არავინ არ მე მინდა ძალიან ძიმე სიტუაციაა და ის რომ მეგა ხაიდრავა, რომელზეც სიუჟეტი გავიდა. არა, თქვენ ევროპელების მიდგომას ქურდებისადმი და ყაჩაღებისადმი გამოიხატება იმაში, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მოქცეს ჩვენ პერიოდში, ჩემო კარგო, გაუხსნეს გზას იმ ქურდებს და იმ ყაჩაღებს და ეხლა თელი ქურდები და ყაჩაღები მალე გადავლენ ძიმე კრიმინოგენული ვითარება რომ ყოფილიყო, ჩვენ არ მოხსებდნენ ვიზა ლიბერალიზაცია. ამი გეკითხა ქალბატონი ხოთია წულუკია რომაც ხო შეგლიდა უთქვა. კიდევ მოვცეთ სიტყვას თანაბრად უნდა გავანადგუროთ. ბოლოში უნდა თქვა ერთადერთი რა. თანაბრად პოლიციელი უნდა იყოს ორიენტირებული დანაშაულის გახსნაზე. და არ უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ თავის უფროსას ამოვნოს, რამდენად გატარა სტატისტიკა აქვს. ნამდვილად ვერ გავეთანხმები ბევრ რამეში. პირველ რიგში რაზე მინდა ვილაპარაკო. პოლიტპატიმრები ამნისტიაზე რომ ისაუბრა ოპონენტმა. ამნისტიაზე შეიძლება რომ თქვა ვსაუბრობ, მე მგონი არ მღერი ვარ. როდესაც ამნისტიაზე მიდიოდა ლაპარაკი, მე მახსენდება 2012 წლის ამნისტიამდე ჩვენი პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიაზე ბევრად უფრო მეტი კრიმინალი გამოუშვა ციხიდან. ოღონდ შერჩევითად. ოღონდ შეწყალეთ. ერთი წუთი მაცალეთ და სხვათა შორის ორგანიზებულ დანაშაულში მხილებული ადამიანები. ეს ერთი. მეორე
გადავიდეთ ახლა იმაზე, რომ პოლიტპატიმრები მყავდა, იცით როგორი? სამართლის დოქტორი, ექიმი, თორნიკე არევაძე. მაშინ თორნიკე არევაძეს ერთი პოლიტიკური განცხადება გამახსენეთ, თუ შეიძლება რის გამოც ის შეიძლება პოლიტიკოსი. ზოგადად პოლიტიკოსი იყო თორნიკე არევაძე? აბა მითხარი თორნიკე არევაძეს რომელიმე პოლიტიკური განცხადება იქნებ გამახსენოთ. ყველა პოლიტიკური გამოსვლა გამახსენეთ. მიშა სააკაშვილი, მისი განცხადება იყო ისა სააკაშვილი. პარტიიდან რა ათასობით ადამიანი იძახოდა მაგას. აი არ არის არგუმენტი. სამართლის დოქტორი, რომელიც იყო ბურჟუაზიის პარტიის რომელიც სამართლის ყველა დაიჭირეს ექსიტ ყოფა. ყველა დაიჭირეს. ყველა პოლიტპატიმარია. პოლიტიკოსობა იმუნიტეტია. არაფერი არის მის მაყურებელი ვერ გამოიტანს ამ ყველაფრიდან შეიძლება. პოლიტპატიმრების საკითხი ერთია. ამაზე ბევრი დავა და დებატი ყოფილა, მაგრამ ჩვენ ახლა ამ საკითხზე თქვენ ვერ თანხდებით, მაგრამ ჩვენ ახლა ვცდილობთ გავარკვიოთ ქვეყანაში მოიმატა თუ მოიკლო კრიმინალმა. სტატისტიკა ასახავს თუ არა რეალობას ამ საკითხებზე ვჟევთ. პოლიტპატიმრების სხვა თემა. თუ დამაცით გეტყვით. თქვენ ახსენებდით გარკვეულ კრიმინალებს და ამბობდით რომ აი როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანის გამოშვება, იმიტომ რომ ის იყო მოღალატე, ის იყო სახელმწიფოს დაუშვები. მე გეუბნებით, ადამიანი იყო სამართლის დოქტორი და მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს რომ ნინო ბურჟანაძის პარტიის წევრი იყო და წინააღმდეგობა გაუშვია ორივე დარგით. კარგით, მადლობა. სტატისტიკაზე ვლაპარაკობ. ციხიდან რომ გამოვიდეს პატიმრები ამნისტიის შედეგად დანაშაული არ გაიზარდაო, ხო ამბობ. მარტივ რაღაცას გეტყვით. ციხიდან იცით როგორი ხალხი გამოვიდა, დათრგუნული, ჯანმრთელობა შერყეული, ფსიქიკა არეული. იცით რატომ? იმიტომ რომ იქ იყვნენ წამების და გვემის არაადამიანური მოპყრობის. ისინი სანამდე გარეთ გამოვიდნენ. კარგით, მადლობა. გიორგი. გიორგი, ისმის. ხალბატონო. ხო. უკაცრავად. გიორგი. უკაცრავად. ერთხმაში, როდესაც საუბრობთ, არაფერი არის. როდესაც ერთხმაში საუბრობთ. უკაცრავად. კარგი, გასუხებენ ალბათ მაგაზე, სულ სურვილი იქნება. გიორგი, ხმა არ მომიღია, ჩუმად ვიყავი და შეიძლება პატივი. ამებლებთან რატომ საერთოდ არის თქვენი ხელისუფლების სახე. პირველ რიგში მინდა პასუხი გავცე, იმუნიტეტი არანაირი თანამდებობა არ არის და არც პოლიტიკოსობა არ არის იმუნიტეტი, თუ ის ჩაიდეს ძიმე დანაშაულს და იმიტომაც ხედან დღეს ის ადამიანები პოლიტიკოსები ციხეში, ვინც ჩაიდინა დანაშაული და ის უმძიმესი დანაშაული, რაც იცის თემა წამება და არა ადამიანი მოპყრობა და მკვლელობა, რომელიც არის დადასტურებული და რომლის გამოც ისინი იხდიან სასჯელს. ეს ეხა მეორე, რაც ეხება უშუალოდ თქვენი გადაცემის თქვენ პირველ ბლოკში მეუბნებოდი არ მაცდითო და თქვენ მაცდით. უკაცრავად მაშინ გვიპასუხეთ ბედუკაძე, რომელიც უშუალოდ აწამებდა ადამიანებს და ჩვენ ეს ვნახეთ ეთერში უნდა იყოს დაპატიმრებული, უნდა იჯდეს ციხეში, ან უნდა მოიხადოს სასჯელი. ძალიან ძნელია. მე არ მქონია საშუალება. მაშინ უნდა დაასრულოთ. აი ყველა რეპლიკას სულ უპასუხებ გიორგი. ეს გადაცემა ყველა რეპლიკას არ უპასუხებ. უბრალოდ თქვენი კითხვიდან გამომდინარე. რაც შეეხება სტატისტიკას, მე არ მომეცას, მე არ მომისმენია უბრალოდ ადამიანებისგან იმ რეალური სურათის დანახვა და დადება ადგილზე, რომელიც არის მართლაც რეალური. დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ.
როგორც თქვი, პირველ ბლოკში გასაწმენდია იმ ადამიანებისგან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვინც აკეთებს იმ საქმეებს, რომლითაც დღეს აი ეს ადამიანები, რომლითაც დღეს წინა ხელისუფლების მომხრე ადამიანი, წინა ხელისუფლების, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, სისტემურ დანაშაულს, აი მათ აქვს საშუალება, რომ თქვან და ისაუბრონ იმაზე, რაც მათმა ლიდერებმა და მათმა პარტიის თქვენ ამბობთ, რომ გასაწმენდია. ვისგანაც გასაწმენდია ეს ადამიანები, რას აკეთებენ? აუცილებლად დღეს თუნდაც თქვენი იგივე თქვენი კოლეგის, იგივე ჟურნალისტის ცემის ფაქტი, რომელიც ჩაიდინა პოლიციელებმა. აი ზუსტად ის ადამიანები, რომელიც შემდეგ უკვე ეს ადამიანები გამოდიან და სისტემურ დანაშაულებებზე საუბრობენ. რა თქმა უნდა, გეუბნებით ამას. იმიტომ რომ დღეს არ გვაქვს უკაცრავად რა. უკაცრავ. სპეცნალები თავისი ინიციატივით არასდროს არაფერს არ აკეთებენ. აი ის არის თავისი ინიციატივა უკაცრავად რა. ის არის კარგი რომელი ჟურნალისტი ვინც ცემა ის არის ისა დავალებული უკაცრავად. პოლიციელი ასრულებს ბრძანებას და მაგისტვის ის რომ დაისაჯოს ან რომელიმე სპეცნაზელი არ პოლიციელი რომელიც არ იყო იმ დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას არასრულებდა პოლიციელმა უნდა შეასრულოს ბრძანება თუ ბრძანება არ არის სწორად გაცემული იმას უნდა მოუთხოვოთ პასუხი რა ჩახება რადობედის ადამიანი მან აღიარა თავის დანაშაული მან ფარდა ჩამოხია იმ საზიზღაგრა ბატონობეციას ჩამოხია ამიტომ იგივე კანონით მოხდა კანონით არა მისი რეჟისორიც და შემსრულებელი მორალი კანონით მაშინ მეგეთყვით პროკურორის გადაწყვეტილება მაგრამ აი წამება არის დანაშაული პოლიციის ბილქმედებაზე გეტყვით ესეთ რამეს პროკურორთან ვიყავი პირადად აი კონფიდენციალურ ინფორმაციას ვამჟღავნებ 2007 წელს ვიყავი პროკურორთან პირადად ვიყავი პროკურორთან პროკურორის პირველ მოადგილესთან ეხა არ დავწრილ მანდები უпростоრად უხერხულია მისი გვარის თქმა საპატივცემულო ადამიანია პროკურორის პირველ მოადგილეაო და რომელიც დანიშნული იყო ხო გამოიძიეთ მე თქვენ თვითონ ნახეთ ინტერნეტში ნახე ჩემო კარგო ოკეი მე რას გეუბნებით რა ვნახე ვთხოვე ჩემს მეგობრის შვილზე უпростоრად ძმის შვილზე ლერი გიგანზე რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 32 ლარი წაართვეს მძღოლს ორმა მერე დალია ძარცვა ჩაიდინა დანაშაული გეთანხმები და ვთხოვე იმიტომ რომ ჩვენ მქონდა რაღაც ნაცნობ ურთიერთ მე დანიშნული იყო ყოველ შემთხვევაში ჩემი ერთ-ერთი მეგობრის რეკომენდაციით ყოველ შემთხვევაში მითხრა ბენო აუცილებლად მივეხმარები მას ქონდა 4-დან 8 წლამდე მუხლი წაყენებული. ოჯახი მზად იყო საპროცესო გარიგებისათვის და ბინის გაყიდვისათვის. მას მისცეს 8 წელიწადი. გამოვიდა 2012 წელს ამინისტიით დარჩენილი ქონდა 4 თვე. ლერი გიგანი ცხოვრობს ქუთაისში. იმის შემდეგ პირველი ნასამართლეობა 19 წლის ბიჭს ობოლ საპატრიარქოს რეკომენდაციით. აი ამაზეა საუბარი. დღეს მას დასჯდით. მაბატი. მე გეტყვით, იგივე პროკურორმა, პოლიციაბჭოს წევრი ხართ ქართული იგივე პროკურორმა, რომელიც კურირებდა იგივე პერიოდში კურირებდა 72 მილიონი დოლარის დატაცებას სახელმწიფოს მხრიდან ჯერი სახელმწიფოს რა უთხრა 71-ს რომ მოპარავდა მე გეტყვით იგივე პროკურორმა ამინისტიის სახით 3 თვეში გამოუშვა ისიც რა თანამდებობაა მე ესეთ რაღაცას მე ვარ კერძო პირი ბიზნესიდან სიამოვნებით ვიცავ ოფიციალური რაიმე თანამდებობა გიჭირა? ბატონო? ოფიციალური თანამდებობა? ოცნების წევრი და სიამაყით გეუბნებით. პოლიციაბჭოს წევრი ასევე? არა ვარ სამწუხაროდ თუ შემიგონთ მადლობელი ვიქნები. რას თავაზობ? შევიდე პოლიციაბჭოში. ადამიანი, რომელსაც შეგნებული აქვს რომ მეორე პიროვნებამ ჩაიდინა ყაჩაღობა და ამას თვითონ აღიარებს, მიდის
პროკურორის პირველ მოადგილესთან და შუამდგომლობს პროკურორი რომ პასუხისმგებლებისგან იხსნას ეს ადამიანი რომელმაც ჩაიდინა კონკრეტული ძიმე განსაკუთრებით ძიმე კატეგორიის დანაშაული ზიად ყვილს ამბობ პასუხისმგებლებიდან კი არა შეიძლება 4 წლის მიცემა თქვენ ბრძანეთ 4 წლის მიცემა ის ადამიანი მაშინ მუშაობდა სახელმწიფოს თქვენ ბრძანეთ ვისთანაც მიგიწევდა ხელი პროკურორის ზუსტად ეგ არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის მიგდომები ეგეთი მენტალიტეტი რას გაგაჩნია და ზღუპავ ჩვენ ქვეყანას გიორგი ნაციონალური მოძრაობის ეხლა შეეხება გიორგის მინდა ეხლა ერთი წამი პირობას გაძლევთ უბრალოდ გიორგის უნდა მოусმინოთ ჩინოვნიკი არა ვარ არც ვაპირებ ჩინოვნიკობას მაგრამ აი ესე ჯვარზე აცვა პირველი ჩვენ ჭირდება ჩვენი მოქალაქეები მაშინ დავხრიტოთ ყველანი უსინდისოები ხარ მადლობთ გიორგი გისმენთ კაცი ხარ მამა აბრამის ბატყანივი თუ იყურები გამარჯობა ისმის იმედია იმიტომ რომ ხალბატონ შორენამ ერთი წამი გიორგი გისმენთ გამარჯობა მილიონერი ყალოშით პარლამენტში ცალ-ცალი კალოშით რომ მოგივიდნენ ნაცმოძრაობაში და მილიარდელები რომ გახდნენ ჩვენ ზუგდიდ და ყველა ოფშორულ ზონაში რომ ანგარიშებია ის ხალხი არ არის დანაშაული თუ შეიძლება უკაცრავად გაითვალეთ ეს არის ტყუილი გასაგებია ყველაფერი გიორგი ძალიან ცოტა დროს წაგართვეთ რა არის ტყუილი რომელია ტყუილი რომ ცალ-ცალი კალოშით მინისტრები ყავდათ ეხლა მილიარდელები რომ გახდნენ 32 ლარის გულისთვის ბიჭი უნდა ჩავყალიყო ციხეში და ეს გულაობენ კარგად შეიგნო. არისმის ნინო არც თქვენი ხმა არისმის. გიორგის ძალიან ცოტა დროს წაგართვეთ, იმიტომ რომ არც ჩემი და არც ქვეყნის ახლო და რაღაც შორეულ წარსულზე ლაპარაკს არ ვაპირებ. სულ ერთ რაღაცას გამოვეხმაურებ, აი ბატონმა ბენომ ძალიან სწორი რაღაცა თქვა, რომ ამ სტატისტიკას იმიტომ ვენდობიო, რომ სხვა არ მაქვს. ანუ სინამდვილეში ეს პოზიცია ნათელი არის, რომ ანუ ეს სტატისტიკა კარგი კი არ არის, უბრალოდ სხვა არ აქვს. არც თქვენ არ აგაქვთ სხვა სტატისტიკა. არ გვექნება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, სხვა ამაზე ვისაუბრებ. არ გვექნება ამ შემთხვევაში. ის ერთი იგივე სტატისტიკა გაქვთ, უბრალოდ სხვა წლების და ეს სხვა წლების სხვა ხელისუფლებაზე ნაწილდება. დაახლოებით ერთი სურათი. ეს ისტორია ესეთ რაღაც არის, რომ სხვა წლების სხვა ქვეყნის მთავრობებზე მოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში რა მინდა ვთქვა, რომ სინამდვილეში ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა გვაქვს ცუდი სტატისტიკა და ამაზე ყველა თანხმდება. ანუ კარგი სტატისტიკა არ არის. სინამდვილეში ჩვენ ყველა ეხა რაღაც იმიტომ ვშრომობთ ძალიან მაგრად და იმიტომ ვცდილობთ რომ გადავიხადოთ გადასახადები, რომ დავიქირავთ მთავრობა, რომელიც შექმნის კარგ სტრუქტურას ყველა ვითარებაში და ამავდროულად შექმნის კარგ სტატისტიკას, რომელსაც მე ჩვენ ვენდობით ან არ ვენდობით ან რაღაც პოზიცია გვექნება. ამ შემთხვევაში ცხადია, რომ ცხადია, რასაკვირველია, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა კრიმინოგენურ სტატისტიკაზე ვლაპარაკობთ, დამოკიდებულები ვართ იმ სახელმწიფო სტრუქტურაზე, რომელიც მას აწარმოებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უნდა აღწეროს ეს კრიმინალი იმ სტატისტიკურმა ორგანიზაციამ, რომელიც დაექვემდებარება უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ცხადია, იმიტომ რომ კრიმინალის აღწერას პირველად სხვა ეს ორგანო აკეთებს, არა? მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ არ ვენდობით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რასაკვირველია, არც ამ სტატისტიკას არ ვენდობთ. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ცხადია. ამიტომ მოდი თქვენ ამ სიტუაციაში, როდესაც ხო და ამიტომ დავამთავრებ სტატისტიკაზე აქვს სახელმწიფოს რა გამოსავალს ხედავ? რა გამოსავალს ხედავ? ერთადერთს იმას, რომ ამ შემთხვევაში მე მგონი ის დრო არის დაკავდეს ხელისუფლება და მის მმართველი ორგანო ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და ზოგადად მთლიანი ხელისუფლება საქმით იპოვოს ის პრობლემები თუ ვიღაც გასაშვებია რასაც საუბრობდნენ გაუშვან თუ მოსაყვანე არის მოიყვანონ თუ არ არის გასაშვები ვიღაც და ტყუილად უშვებენ ან უკვე გაუშვეს ტყუილად დააბრუნონ ასე შემდეგ მოკლედ დაკავდნენ მენეჯმენტით და მიხედონ იმ საქმეებს, რაც მისახედია სინამდვილეში, იმიტომ რომ თუ ესე არ იქნა, შემდეგი არჩევნები რომ მოვა, ჩვენს უყველა ვინც გადასახედებს ვიხდით, სხვა ადამიანებს ჩავაბარებთ ჩვენ ფულს. გასაგებია. კი ბატონო, მოდით ჩვენ ასეთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ ახლა, დრო ბევრი არ დაგვრჩა, ყველას მოგცემთ თითო სიტყვას დაახლოებით წუთ ნახევარს და ეს გამოვიყენოთ ისე რომ ერთმანეთს მოусმინოთ და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მივცეთ. ზვიად, მოდი დავიწყოთ თქვენგან. მე მინდა ბატონ გიორგის წინა მონოლოგში, როდესაც მან ბრძანა და ასე ვთქვათ, ამის ოპონენტებს წამოაყვედრა, რომ აი თქვენ დრო სახელმწიფო დანაშაული და ასე შემდეგ. მე მინდა შეგახსენოთ ბატონ გიორგი თქვენ ეთერი დაახლოებით 20 დღის წინანდელი, სადაც თქვენ ბრძანეთ, მეც ვიყავი იმ ეთერში თქვენთან ერთად. მე ეთერი ეძღვნებოდა ჩადებებს და ჩადებებთან დაკავშირებული იყო ეგ გადაცემა. თქვენ ბრძანეთ, მე მომიყვანეთ კონკრეტული თუ
მე არ მჯერა თქვენი რომ დღეს უდებენ ქვეყანაში ნარკოტიკს, იარაღს და ამ შემდეგ თქვენ მოიყვანეთ მაგალითად, როდესაც იქნება, ციტირებ თქვენ სიტყვებს, როდესაც იქნება კონკრეტული გამოძიება პროკურატურის მხრიდან, საგამოძიებო უწყების მხრიდან, სასამართლო მტკიცებულება და სასამართლო გადაწყვეტილება ამაზე, რომ ვინმეს ჩაუდეს ნარკოტიკი, მაშინ მე დავიჯერებ, არის თუ არა ეს სიტყვები, მაშინ მე დავიჯერებ, რომ ჩაუდეს რეალურად ნარკოტიკი. ბრძანეთ თქვენ, დიახ. ადასტურებს, რა თქმა უნდა. დაიჯერებთ. კარგი, მაშინ მე თქვენ მოგიყვანთ დღეს, დიახ, მაშინ მე თქვენ მოგიყვანთ 2017 წლის 14 მარტის სასამართლო გადაწყვეტილებას კახაშპეტიშვილთან მიმართებაში. თქვენ იცნობთ თუ არა კახაშპეტიშვილს, ან გაგიგიათ თუ არა. ადამიანი, რომელიც 2014-ის ბოლოს თუ 15-ის დასაწყისში დაიჭირეს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, ის მთელი 2 წელიწადი ამტკიცებდა, რომ მას ჩაუდეს დიდი ოდენობით ნარკოტიკი. ამას ამტკიცებდა ყველა შესაძლებლობებით, რაც მას შეეძლო ფიზიკურად, ადვოკატის მეშვეობით და ასე შემდეგ. 2 წლის შემდეგ 2017 წლის 14 მარტს კახაშპეტიშვილი სასამართლომ გაამართლა, რითაც დადასტურდა, რომ მას რეალურად ჩაუდეს ნარკოტიკი. სასამართლომ სულ ცოტა ხნის წინ, 20 დღის წინ თქვა, რომ კახაშპეტიშვილს ჩაუდეს ნარკოტიკი და 260-ში ის იქნა გამართლებული. აღიარებთ ეხლა რომ ნარკოტიკები იდება დღევანდელი. ის ადამიანები, ვინც კონკრეტულ მაგალითს, კონკრეტული მაგალითი მეორე მაგალითს მოგიყვანთ. ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი. თენგო ერისთავი გაგიგიათ? თენგო ერისთავის შესახებ თუ გსმენიათ? ის ადამიანები და ის პოლიციელები არიან გასაწმენდი. და თქვენ აღებას მაშინ ბრძანეთ, თუ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება, მე ვაღიარებ, რომ ჩადებები არისო. მე კონკრეტული სასამართლო მიღებული, მე ვაღიარებ, რომ ის კონკრეტული ადამიანები ეს ამ ხელისუფლებას ეკუთვნის, თუ იმას არიან პასუხისგებაში მისაღებენ, აღიარებენ დასაჭერად. ნამდვილად ჩაუდეს მაგ ადამიანს. აღიარეთ თუ არა? სასამართლო გადაწყვეტილებას ვენდობით დღევანდელ სასამართლოს იცით რატო ვენდობთ? იმიტომ რომ შედარების გაკეთება შეიძლება. კონკრეტული მაგალითი არაჩვენებელი ჩადებები და გამამტყუნებელი აღიარებ. თენგო ერისთავი გაგიგიათ? თენგო ერისთავის შესახებ. თენგო ერისთავის შესახებ. თენგო ერისთავის შესახებ თუ გაგიგიათ რაიმე. თენგო ერისთავი ვენდობით დღევანდელ თენგო ერისთავი არის ადამიანი. ვენდობით დღევანდელ სასამართლოში არის. თენგო ერისთავი არის. სასამართლო ხო და ამის მაგალითი ხო და პასუხი გაგეცით. ვენდობით სასამართლოს დღევანდელ. ზოგადად სასამართლო არის ინსტიტუტი. ზოგადად არა სასამართლო. თუ შეიძლება დავაჩინოთ ზოგადად. გაგეცით კონკრეტული პასუხი. ეხლა თქვენ გამეცით კონკრეტულ პასუხს. სასამართლო არის ინსტიტუტი, რომელთა მიმართებაში საზოგადოებრივი დოგმა და არსებობს. საჭირო გადაწყვეტილება მაშინ ენდობით. როდესაც სიმართლე გიდება. თუ გაინ არასდროს არ მომისმინეთ და თუ არ გაინტერესებს, ამიტომ ამას შეუძლეთ. მე გაგეცით კონკრეტული პასუხი. და იყოს დაჭერილი ადამიანი. პასუხიც გება. ეთახმები. ითქვა რომ დაშახმები. ეთიკა. აი ზვი ამაზე შევთა ეთიკა. თენგო ერისთავი არის ადამიანი, მოიტანებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. თენგო ერისთავი იყო ადამიანი, რომელიც იყო პრობაციონერი, თუმცა მას ჰქონდა ინფორმაცია და ემუქრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ მას ჩაუდებდნენ და ამ შემდეგ და დააპატიმრებდნენ და ამ შემდეგ. თენგო ერისთავი ამ შისის რადგან იმყოფებოდა ამ მუქარის ქვეშ, ის გადაადგილდებოდა სახლიდან პრობაციამდე. გეტყვით, ვინ და თქვენ მაშინ სახელმწიფო შინაგან საქმეთა მინისტრმა იმ პერიოდის დღეს რომელიც სუსის ხელმძღვანელია გომელაურა. მან დიახ, გეტყვით ეხავე. თენგო ერისთავი, როდესაც პრობაციამდე გადაადგილდებოდა დედასთან ერთად და იმიტომ გადაადგილდებოდა. გიყვებით ფაქტს. მეგობარო, გიყვებით ფაქტს. კითხვაზე ხომ გაგეცით პასუხი. გაგეცით თუ არა კითხვაზე პასუხი. დედასთან ერთად ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება პასუხი. ის ბიჭი ამტკიცებდა რომ მე ჩამიდეს ნარკოტიკული. შემდეგ ეს ბიჭი სასამართლო დაჟინებით ყოველ პასუხს ერთად. იმდენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გომელაურმა თქვა რომ პოლიციელების მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება ერისთავთან მიმართებაში. ეს არის აღიარება რომ თენგო ერისთავსაც ჩაუდეს. დაჟინებით ყოველ პასუხს. რა შეეხება სასამართლოს? როდის ენდობით და როდის არ ენდობით სასამართლოს? ეს არის თქვენი მიმარჩეკი. ადრე არავინ არ იზავდა ეგეთ რაღაცა. თქვენ ადრე ეგეთი შემთხვევა იყო. შეიძლება პასუხს მერაბიშულს როდის მოგიარეს გავცემაში პასუხი ის თავის კონკრეტულ იმაზე გიპასუხეთ. როდის გახსოვთ პასუხი? ბატონო გიორგი, რამოდენიმე სასამართლოს, კარგი, თუ კაცრავად, სასამართლოს ხან ენდობით და ხან არა, თუ როგორ არის? აი როდესაც მოიტანეთ. არ არის, როდესაც მოიტანეთ სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ ჩვენ გვინდა კონდეს ევროპული ცივილიზებული
და ზოგადად სახელმწიფოებრივი სახელმწიფო და სახელმწიფო თუ გვინდა საერთოდ სასამართლოს მიმართ დობა უნდა იყოს ძალიან დიდი. ეს არის თუ შეიძლება დავასრულო. თუ შეიძლება დავასრულო. არა, მე ამოწურებ ყველანი. მაგრამ თუ შეიძლება გიპასუხო. მაგრამ ეს იცი რა გავაგზავნე. სააკაშვილი უკრაინაში იმ შემთხვევაში შემდეგ რაც გავდა ის თუნდაც რუსთავის მიმართებაში. როდესაც კოლეგია ყველაზე დიდი სასამართლოს უზენაეს სასამართლოს ყველაზე დიდი პალატის გმადლობთ გასაგებია. გავიგეთ შემაჯამებელი სიტყვების დრო იყო და წავედი სხვა მიმართულებით. შეიძლება ითქვას თავზე გადაახარა ევროპის სასამართლო და სასამართლოში დიდი მადლობა. არის მინიმალური მოკლედ აინასღაურა ძალიან გულით ხდება. ზვიად კუკრავა აინასღაურა. მთელი დრო რაც პირველ ოცნების ხელისუფლების პირობებში არის დისკრედიტირებული. მაშინ რატომ ენდობით ამას ამათ ჩვენი არის ხმა არის. სასამართლო არის ერთი სისტემა, რომელსაც ხალხს ათეული მოსამართლე. აქედან რამოდენიმე გისმენთ. არა ჩადება მოსამართლე. გაწერია ემბლემად რის ჩადება საპროტესტებ მაინტერესებს. ნარკოტიკების, ნარკოტიკების. კარგია, როდესაც ამჩნევ. მას შემდეგ რაც ჩადების ტენდენცია კვეთად გამოიწვია. ეს ტენდენცია რა ერთი კითხვას მიპასუხა მხოლოდ. აი მას შემდეგ რაც აი ამ ადამიანებს უამრავი ჩამონათვალიერა და კიდე გაგიძელებს თუ შეიძლება. არ მოწონდა. მას შემდეგ რაც აი ამ ადამიანებს სასამართლომ დაადასტურა ასევე რომ ამ ადამიანებს ჩაუდეს აი მადლობა უთხარი ამ ხელისუფლებას რომ სასამართლო ვის უთხრა მადლობა ქალბატონო ამ ხელისუფლებას ეგეთი სასამართლოა დღეს აკეთო სამადლობანი და ვეთქვი მადლობას დიახ არციმის არ მერიდება მადლობის არ მერიდება აკეთო სამადლობანი და ვეთქვი და ის არ გაგიპროტესტებია საქმე იმაშია რომ სამადლობელს არ მადლობ ზვიად არა ეკას რვა თანაბრად მინდოდა ყოველ შემთხვევაში გამენაწილებინათ რომ მაგრამ ზვიადმა რაც ვერ ილაპარაკა გადაცემის პირველ ნაწილში ზვიადის გამო ესე იგი მომდევნო სამი გადაცემის მარაგი დააგროვა დღეს ლაპარაკის ეკა მოდი ჩვენი შემაჯამებელი სიტყვები თუ შეიძლება ერთმანეთს ხელს შეუშლით მომისმინეთ და მე თქვენ მომისმენთ პირობას გაძლევთ რომ არ შეგაწყვეტინებთ მე გაგახსენებთ ერთ ძალიან საყურადღებო ფაქტს ეს მოხდა თუ არ ვცდები 2015-ში თუ 2014 წელს როცა ბათუმში ერთ-ერთ კლუბში მოკლეს პოლიციის თანამშრომელი გვარად მუკბანიანი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაშინ გადადიოდა სარფში, გაიარა გამშვები პუნქტი და იქ უკვე ერთ-ერთმა პოლიციელმა ამოიცნო და მოხდა მისი დაკავება. ამის შესახებ როცა დახურული ინფორმაცია საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამოიტანა და გაასაჯაროვა, მიაწოდა მაშინდელი პოლიტიკური და დღევანდელი ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს და ამის შესახებ დოკუმენტური მასალა გახდა საჯარო. მაშინდელი მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და ეს ამბავი შეაფასა და მოითხოვა იმ პოლიციელის დასჯა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იმ პოლიციელზე, რომელმაც დაარღვია სამსახურეობრივი წესები, კანონი, შიდა უწყებრივი და გამოიტანა დახურული ინფორმაცია. ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილს თავისი არაკომპეტენტურობით დაავწრო რომ არსებობდა სხვა კანონი, ევროპელი ჩვენი პარტნიორების მიერ რჩევით შეტანილი ჩვენს კანონმდებლობაში, რომელიც მხილების თავისუფლებას აძლევს ასეთ შემთხვევაში, როცა დასაბუთდება რომ მხილება ემსახურება საზოგადოებრივ სიკეთეს და დანაშაულის მხილებას, რაც არის საზოგადოების ზოგადად ინტერესი, ხომ? ნება არის აუცილებელი იმისათვის ხელისუფლების რომ კრიმინალი იყოს შეზღუდული. ჩვენ დღეს გვყავს სამწუხაროდ ხელისუფლება, რომელიც უკაცრავ დავასრულებ თუ შეიძლება რას ლაპარაკობ? პოლიციასა შეიძლება შეიქმნა საპატრულო პოლიცია ინსტიტუტი შეიქმნა რომლის მიმართ იმ 9 შეიძლება თქვენ როდესაც არაძლევთ შესაძლებლობას ლაზერი დაასრულოს რა თქმა უნდა არ შევადარებთ არავითარ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს იმას რა ქვია ირაკლი ღარიბაშვილს ვანო მერაბიშვილმა და წინა ხელისუფლებამ ჩაიბარა რეალობა როცა 2002 წელს შევარდნაძის ხელისუფლების დროს ერთ-ერთი ასეთი იმის დროს რა ქვია სპეცოპერაციის დროს ორთაჭალის ციხიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსროლი იარაღი და ყუმბარები ასაფეთქებელი საშუალებები და ესეთი სახელმწიფო ჩაიბარა ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროს და შექმნა საპატრულო უკაცრავად და რას ვამბობ რაც შეეხება სტატისტიკას რადგან
სტატისტიკაზე არის ლაპარაკი, შეგიძლია ჩაიხედოთ NDI-ის გამოკითხვებში, რომელიც საზოგადოებრივ განწყობებს, სადაც მუდმივად ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი აფიქსირებს, რომ კრიმინალური სიტუაცია ქვეყანაში არის დამძიმებული. რაც არ უნდა სტატისტიკური მონაცემები გააყალბოს ხელისუფლებამ დამალოს, ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეალობას, რაც არის, რომ ყოველდღურად გვესმის ძალიან მძიმე ფაქტები. არ გამოიძია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება პირდაპირ მორალური მკვლელობა ადამიანების არის დღემდე ესეთი რამე არ მომწონს. ეს არის ყველაზე ამაღლებელი. მესმის თქვენი ხმა, მაგრამ მიკროფონში როდესაც არ ლაპარაკობთ, არ ესმის მამა. გებიცემთ, ყველაფერი ითქვა, უბრალოდ მე სამჯერ მოგეცით უკვე სიტყვა. ძალიან ესეთ სწორი გადაცემაც არის, მაგრამ აი არანაირ ჩვენ თვითონ შევქმნით რაღაც ისტერია. ჩვენ გვაქვს რაღაც მონაცემები, რომელსაც არ ენდობა ჩვენი მხარე, მოწინააღმდეგე თუ ოპონენტი ყოველ შემთხვევაში და გვაქვს ის, აი თქვენ რო თქვით, როგორიც ჩაიბარა. რომ იცოდეთ, ჩვენ და სამწუხაროდ ის ოდნავ გაუმჯობესებულია, სულ რაღაც 5-6%-ით, მაგრამ ესე არის. თუ არ ენდობით ამას, ნუ ერდობით ნურც იმას. შემდეგ გადავალ შემდეგზე. NDI-ის კვლევებში დაგეთანხმებით, არის ხოლმე რაღაც უცნაურიც კი ჩემთვის, გამიგე, მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ, ეს სოლიდური ორგანიზაცია პატივსაცემია და პატივს მის ყველა გამონათქვამს და დაუმატებ მხოლოდ იმას, რომ NDI-ის კვლევების გარდა არსებობს კიდევ უცხოური ინსტიტუტების საელჩოების სახით რა. მე გავუსვამ ხაზს და გეტყვით, რომ აი ესეთ კრიმინოგენურ რთულ სიტუაციაში არ გირჩევთ, რომ წახვიდეთ აქედან ტრანსპორტით, გამოიძახეთ ტაქსები, იმიტომ რომ შეიძლება დიღომში რესტორნები გადაკეტილი იყოს და სხვადასხვა კრიმინალები და ქურდები იჯდნენ შიგნით, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ გახსნილია უკვე ევროპის გზა მათთვის და ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენი კრიმინალები, ქურდები ესეთი მძიმე სიტუაციაში მყოფი ქვეყანა მიიღოს მეგობრად, მათ შორის ოფიციალურად დადასტურებული არის გამიგეთ და ეს საქართველოში არ არის მძიმე კრიმინალური მიშა მიუხედავად იმისა, რომ 9 წელიწადი ყველა ანონსებდა ამას, რომ ჩვენ ვართ პროდასავლურები, ვერ მიიღო ესეთი კარდბლანში. ეს არის სულ ჩემი არგუმენტი. რაც შეეხება თქვენ ყველა არგუმენტს, დავუმატებ იმას, რომ მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ხანდახან მაინც ენდობით სასამართლოს. გასაგებია, დიდი მადლობა თქვენი დრო, ქალბატონო. მე ძალიან მოკლედ შემოვიფარგლები, არ დაგხალავთ დიდათ, მაგრამ მიხარია ერთი რამე, რომ აი ეს ღია დისკუსია იმართება და მე არ მახსოვს წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ასე ღიად ვაკრიტიკებდით ვანო მერაბიშვილის ასე გამოქვეყნებულ სტატისტიკას. იქნებ დამაცადოთ, ხო? შენ ვიდით რომ არ შემიშლით. ეს ერთი თქვენი დრო როდესაც იქნება უკასიტესი. მე მახსოვს უბრალოდ როგორ მძიმე პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას მუშაობა, აი საკნის ისტორია იგივე ობიექტივი, როდესაც იყო ეს პრობლემა და დევნახორციელდებოდა ყველაზე ვინც განსხვავებულ სამართლიანი სასამართლო უკვე როგორც აგერ მხარე იძახის თუ განაჩენები ყოფილა აგერ გამამართლებელი და წინა ხელისუფლების დროს 0.00 რაღაცა პროცენტი იყო და საერთოდ არ იყო გამამართლებელი. ესეც ძალიან კარგია რომ არის. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერზე ტყუილი ლაპარაკოთ, იძახოთ ეს თქვენი პრობლემაა. ამავდროულად მე მიხარია ის მომენტი რომ ეს დისკუსია ამ დონეზე ჟურნალისტების მხრივაც შუქდება და არ მალავს ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ მათ რიგებში არიან პოლიციელები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან და ეს ღიად ხდება ამაზე საუბარი და არ არის ამის პრობლემა და აუცილებლად გაუსველ ხაზს. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც პოლიციელებს წანები შუქი ჰქონდათ ანთებული კრიმინალთან ვითომ და ბრძოლისთვის და ხშირად პირადი მიზნების გამო ბევრი ადამიანს კლავდნენ იმისთვის, რომ თავისი პირადი ინტერესი დაეკმაყოფილებდნენ. არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ იქნა აღძრული. ბანო მერაბიშვილი რასაკეთებდა, იცით, ადმინისტრაციული სამართალდამცავთა კოდექსს იყენებდნენ კარგად და მხოლოდ ასე აძლევდნენ პოლიციელებს. ასე ვთქვათ, ქალბატონ ნინოს შემაჯამებელი სიტყვა და შემდეგ დაუბრუნდეთ ამ გადაცემის მთავარ თემას. ვენდობით თუ არა სტატისტიკას და მე გეტყვით რატომ არ ვენდობი. არ ვენდობი იმიტომ, რომ თავიდანვე ქართული ოცნების მთავრობა ჩადგა თავდაცვის პოზიციაში.
მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით, სადაც ჩანდა, რომ კონკრეტულ დანაშაულებზე იყო ზრდა, იგივე ჭიკაიძე, იგივე ღარიბაშვილი მუდმივად იძახდნენ, რომ პირიქით შემცირდა. და როცა ფაქტის სახეზე იყო, მაშინაც ადვილად გადამოწმებადი როცა იყო. ნუ მაწყვეტინებთ. ადვილად ნუ მაწყვეტინებთ. რაც გუნული ხალხი გამოვიდა. ნუ მაწყვეტინებთ. შეაჩერეთ. უნარი არ ხო შეაჩერეს. გადაცემისთვის განკუთვნილი დრო პრაქტიკულად ამოწურულია, ვერ გავარჯერებთ დისკუსიას. თავიანთ ნათქვამთან და მათ მიერვე გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან ისინი მოდიოდნენ წინააღმდეგობაში. შემდეგ 2013 წლის მარტიდან უკვე მათ აკრძალეს დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება და ერთი კონკრეტული ფაქტი უნდა გაგახსენოთ, როცა საქსტატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები, სტატისტიკური მონაცემები ერთმანეთს არ დაემთხვა, მაშინვე დაიწყეს ამის იმით ახსნა, რომ მეთოდოლოგია ახალი იქნა შემოღებული. ახალი მეთოდოლოგია იქნება უკაცრავად. ფაქტებს ვერ უარყოფთ. მათ თქვეს, რომ საქსტატის მონაცემები იმიტომ არ დაემთხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს, რომ მათ მეთოდოლოგია შეცვალეს. ამის შემდეგ ჩვენ ალტერნატიული სტატისტიკა აღარ გქონია. ერთადერთი რასაც შეგვიძლია ვენდოთ, ეს არის ჩვენი თვალები, ჩვენი აღქმა, ჩვენს გარშემო ადამიანები და ის თუ როგორ ხდება სახელმწიფოს მეორე რა ხდება, როგორი ტიპის დანაშაულები ხდება. იგივე ბანკების ძარცვა, იგივე ყაჩაღობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი სამართალდამცავი უწყებები აკვალიფიცირებენ არა როგორც ყაჩაღობას, არამედ როგორც ძარცვას. ეს არის ძალიან ცუდი. ასევე ჩვენ ხვდებით მუდმივად აი ესე თავდაცვის რეჟიმში ჩამდგარ ხელისუფლებას, რომელიც ამბობს, რომ შემცირდა და რეალურად არ გვაძლევს ჩვენ ყოველთვიურ სტატისტიკას. რატომ? ეს დიდი კითხვის ნიშანია, ხო? და აგრეთვე ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, თუ რას აპირებენ, რა არის მათი ზოგადი პოლიტიკა და მათი ზოგადი პოლიტიკა არის ის, რომ შევარდნაძის დროინდელი რეიდები დააბრუნეს, სადაც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა ხდება, კაცმა არ იცის რატომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და ახსნა განმარტებების გარეშე მხოლოდ მინისტრის ბრძანება აქვს და ერთი კონკრეტული ზოგადი ჩანაწერი აქვს კანონში. ჩვენ ხედავთ იმას, რომ კონკრეტულ დანაშაულებებზე არ არის შედეგი. იგივე თქვენ ახსენეთ სასამართლო, ხო? მე ძალიან მწარედ მახსენდება, ძალიან ცუდად მახსენდება, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე პერიოდში, ხო? უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეზე იყო არნახული ზეწოლა და მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებდა კონკრეტული სპეცსამსახურის გამოძიებულ მასალებს რა შუაშია ეკაკოთება ხელისუფლება თავდაცვის პოზიციაში უნდა იყოს ყოველთვის და არა თავდასხმის არა და ბოლო წინადადებას ვიყურა ჩვენ დღეს გვაქვს ურთმელიზეების სასამართლო, ნატანაზღაიძის სასამართლო და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხელისუფლება თავდაცვის და თავდასხმის პოზიციაში კი არ უნდა. ეს სასამართლო, რომელსაც თავის მსჯელობაში ზვიადი დაეყრდნო, რომელმაც დაადასტურა, ისევე როგორც ვახო არიან ურთმელიზეებიც არიან და არიან სანდედნიერო რამოდენიმე მოსამართლე, რომელიც ნამდვილად არ ექცევა ხელისუფლების ეს არის დათელი წერტილი ძველი ნაციონალური მოსამართლეები ბატონო უკაცრავად რა ქალბატონ ნინოს არ აქვს ისეთი უკაცრავად რა თქვენ ამიტომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ პოლიციელის პატივი და ღირსება იყოს დაცული. როდესაც ნარუშილოვკებს ურიგებენ ვიღაცებს და პოლიციელი არის შეურაცხყოფილი, როცა ჩვენ კონკრეტული ფაქტები გვქონდა, რომ პოლიციელი გახარეს მაღალჩინოსნების და მათი ოჯახის წევრების რესტორნიდან გამცილებლები და ასე შემდეგ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც დანაშაულის პრევენციაზე და გამოძიებაზე ზრუნავს და ბოლოს თქვენ ბოლო წინადადებას ვიტყვი რა. თქვენ თქვით, რომ ვერ შევადარებთო ვანო მერაბიშვილის და ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს. ნამდვილად ვერ შევადარებთ. აი წარმოიდგინეთ, ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას რომ მომხდარიყო, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მინისტრი ეცემათ, როგორც ბუკა პეტრიაშვილი ცემეს და ჩაცხრილეს, ხო? ან იგივე დღევანდელი შემთხვევა რო ქონოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კი ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, აი ეს ეცემათ სასტიკად, როგორც დღეს გელახვედელიძეს ცემეს ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. მადლობთ, მეც ვეღარ გავაგზავნებ. დასკვნა ის არის, ცემეს რო იცოდეთ ერთ-ერთი ნიშანი. დასკვნა ის ვიყრა. დასკვნა არის ის, რომ დღეს
კრიმინალმა გაიმარჯვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები არიან დასუსტებული. კრიმინალმა გაიმარჯვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. აი ეს იყო დასკვნა თქვენი ოპონენტის. ახლა წუთნახევარს გაძლევთ მეც ვერა გიორგი და უნდა დავასრულოთ. არანაირ დებატში არ შევა, არანაირ პასუხებს არ გავუცემ, უბრალოდ ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რომ ყოველთვის არის საჭირო რეფორმა არასდროს არ დასრულდება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, უნდა გაგრძელდეს ყოველთვის უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებების და სტრუქტურების რეფორმირება, ხოლო მე პირადად შემიძლია ესეთი რაღაც ვთქვა. პირადად მე არაერთხელ მithქვამს, რომ თავისუფლად გამოვდივარ გარეთ, მაქვს თავისუფალი სიტყვის გამოთქმის უფლება, რომელსაც მე არ მზღუდავ სამართალდამცავი უწყება და ისინი მე არ მებრძვიან, მათ პირიქით მე უნდა დამიცვან და მე ბედნიერი ვარ, როდესაც სისხლი არ დაიღوارა ბათუმში, სადაც ვანდალებმა, ამ მართულმა ადამიანებმა ააწიოკეს და აჟიოტაჟი შეიტანეს ქალაქში და შემდეგ უკვე ერთ-ერთი პარტია ნაციონალური მოძრაობა ამის ესე ვთქვათ აგორებას აპირებდა მთელი ქვეყნის პირიქით მადლობა შინაგანსაქმეთა სამინისტროს, რომ ისე არ ებრძვიან და არ არდევენ ადამიანს. ეს არის უსამართლო. კარგი, ძვიად, მოსხამულე და თქვენი მეგობრები, როდესაც გელა ხვედენიძე ცემეს პირაზე იდექით ალბათ. დღეს ცემეს სასიკვდილო როდესაც გელაშვილი ცემეს ყირაზე იყავით ალბათ ხედა თქვენი მეგობრები. დღეს გელაშვილი აი ახლა ქალბატონის შორენას თქვა გადაყარა მომაკვდავი და ერთი სიტყვა არ დაგისველებიათ არც ეს არის თქვენი ობიექტურობა და ძალიან მოკლედ. გურიაში ბატონო ვახო გურიაში ოჯახს მეპარეს ლოგინები რა იცოდეთ ბატონო გიორგი გუშინ წინ მაშინ დიდი მადლობა ჯარში ჩაიბარებენ ამით ეს დისკუსია დასრულებულია მივუტანეთ ეს სტატისტიკა და უთხარით მაგოჯახს რომ კრიმინალი არ არსებობს საქართველოსშიო ყველას მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა გადაცემის ეს ბლოკი დასრულებულია ამით დასრულდა ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით უკვე ვისაუბრებთ თვითმმართველობის რეფორმაზე რამდენიმე წუთში დაგველოდებით